დაზიანებს ხარ. სოფელ ურეხში იზოლდა ქობულაძის სახლის თავზე ქვები უკვე ერთი თვეა ცვივა. სახლის დიასახლისი ყოველდღე თავად ხედავს როგორ ეცემა ქვები სახურავს, მაგრამ ვერაფრით დაადგინა ვინ და საიდან ისვრის. აქედან აიღებულობს და ასე სწორდება. გარაჟის უკან კარზე იყო, გარაჟში შედიოდა, არ ვიცი დასაძინებლად რა. მერეც რა ვიცი, დადიოდა რა, ხედავდით ადამიანს. მერე 2 კვირის უკან ჩამწყნარდა ეს ყველაფერი, ხო და დაიწყო ქვების სროლა. ქვების სროლის ფაქტმა სოფელი პანიკაში ჩააგდო. პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სამდღიანი მეთვალყურეობის შემდეგ ვერც სამართალდამცველებმა დაადგინეს სროლის ტრაექტორია და იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ათობით ადამიანს შიშის ქვეშ ცხოვრებას აიძულებს. დავინახე ადამიანი იყო, თეთრი ჩაცმული კოფტა, შორტიკი იყო, ცოტა ჩვენა შორს იყო. და ესწრებოდა რომ გამოექნებია ქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ და შიშით გამოვიქეცით, აღარ გავჩერებული ვარ. სოფელ ურეხში ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ სახლს ქვებს არამიწიერი არსება ესვრის. ადგილობრივები ახლა ქობულაძეების ეზოსთან მიახლოებასაც კი ვერ ბედავენ. პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა საღამოს საათებში სახლიდან გასვლას ერიდება. პოლიციაც ედევნება გარბის, იგენო 3-4 იყვენ გარბოდენი მაშინ. მას მისის ერთად ისინიც გარბია. ვერაფრით ვერ გაქრება, ხელად გაქრება. უთხარით ძაღლი, მაგრამ ძაღლიო არ არის ოსროლა, არ შეიძლებაო, რა ვიცი, რა კანონებია. ისეთი ვიღაცა გამოგვიგზავნ, რომ აქ ჩასაბთონ. ბახჩაში და დაგვეხამარო ყანაში. შიშის ქვეშ ვარ 24 საათი. შეშინებული ხალხი ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვეღარ უშვებს. ადგილობრივებმა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფქვილი მოაბნიეს, თუმცა ნაკვალევი მაინც ვერ დააფიქსირეს. ამის გამო ურეხში უფრო მეტად გაძლიერდა მოსაზრება, რომ ქობულაძეების სახლს თავს არამიწიერი არსებები ესხმიან. სოფელ ურეხის ახალმა ამბავმა გასულ კვირას მთელი საინფორმაციო სივრცე მოიარა. სოფელ ურეხში კი ხალხი უბრალოდ პანიკაშია, ვერაფრით ვერ გაარკვეს რა ხდება მათ თავს, ანუ ვინ ესვრის ქვებს ერთადერთ საცხოვრებელ სახლს, თუმცა როგორც ჩვენ გადაცემაზე მუშაობის დროს შემდეგ მოვიკვირეთ, მსგავსი შემთხვევები თბილისშიც მომხდარა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ შემოგვერთით. ეს არის ток-შოუ 100 გრადუსი. გინ დაიჯერეთ, გინ არა, მითები თუ რეალობა, ეს თემა შევარჩიეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემისთვის და ვისაუბრებთ გარკვეული პარანორმალური მოვლენების შესახებ, რომელიც საზოგადოების წელს ჯერა მეორე კი ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აბსურდია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუდიის სტუმრებს, რომლებიც შემოგვერდნენ და ჩვენთან ერთად იმყოფება. ბატონ გიგლა, თქვენთან მინდა გადმოვიდე პირველი კითხვით. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება სოფელ ურეხში თქვენი აზრით? ეს არის ტიპიური გამოვლინება პოლტერგეისტის. პოლტერგეისტის ფენომენი დიდი ხანია მეცნიერებაში ცნობილია, ზოგადად მსოფლიოში. და აი შემთხვევა, რაც ურეხში ხდება ახლა ქვების სროლასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ პირველი ფაქტი პოლტერგეისტის ამ გამოვლინების ამგვარი ფორმისა დაფიქსირდა ჯერ კიდევ 355 წელს ჩვენ წელთა აღრიცხვამდე. ეს პარანორმალური მოვლენების ისტორიკოსთათვის და ექსპერტებისთვის ცნობილია და სწორედ ესეთი გამოვლინება ჰქონდა ამას გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში. რა არის თავად პოლტერგეისტი? პოლტერგეისტის სამეცნიერო განმარტებით გახლავთ მოხმაურე სული. პოლტერგეისტი სხვა ფენომენია, ის დაინახო ვთქვათ თეთრ შორტებში, როგორც ქალბატონი ამბობდა თქვენ სიუჟეტში, ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია, მაგრამ ზუსტად იგივე შემთხვევა ქვების სროლის, მე ასავალ-დასავალში დავწერე 10-12 წლის წინ ალბათ, დედა მომიყვანა 14 წლის ბიჭი, დათუნა არაჩვეულებრივი ბავშვი, თვითონ ამბავს ცემდა. აი იჯდა ხო სავარძელში, გადმოუბრუნებდა სავარძელს, გადმოაგდებდა, მუცელში ურტყავდა. ათრევდა კედელს ახეთქებდა. არამიწიური ძალა ეს უხილავი იყო, ეს ბავშვი გრძნობდა ამ ძალას. ჯვრებს გლეჯდა, სასულიერო ლიტერატურას ხევდა, შეეძლო რაღაც ნივთები მოეპარა, გადმოეყარა სიტყვაზე, ჭურჭელს დედამისი ჩიოდა, რომ აიღებს ამ თებშებს კაცო ერთი ადგილიდან მეორედ. რაღაც ნივთები მოქონდა კიდე, თქვენ წარმოიდგინეთ ფულიც. ეს ოჯახი გაიხიზნა თბილისიდან, ვაკეში ცხოვრობდნენ და ქუთაისში ამ ქალბატონს ჰქონდა სახლი და ეს ბავშვი გაარიდა თბილისს და წაიყვანა სახლი. აი რომ მივიდნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ, მანქანა დგას ეზოში და რომ შევიდნენ, მანქანას დაუშინდა ქვები. აი დიდი საკმაოდ ისეთი ქვები. ანუ სადაც გადის ადამიანი დასდევს ეს არამიწური. კი, ის გამოყვება სადაც არ უნდა წახვიდეთ. თუ ვთქვათ იმ სივრცეში სადაც თქვენ ცხოვრობთ, პორტალი არ არის გახსნილი,
როგორც ამბობენ პარანორმალური მოვლენების მკვლევარები და ეს თქვენს ენერგეტიკულ არხშია შემოსული და პირადად თქვენთან არის კავშირში ეს მოხეტიალე სული. აი როგორ ხდება იცით? ეს მოხეტიალე სული ვინ არის? აი მიტარებსაც ეძახიან, აბსულებს, ქართულში კარგი სიტყვა გვაქვს. ეს არის გამწარებული სული, რომელიც მაგალითად მოკვდა ან წამებით მოკლეს სიტყვაზე, ან უდროოდ თქვათ რაღაცა ტრაგიკულად დაიღუპა, ან მაპატიე და ძალადობის ხერპლი გახდა, ან გააუპატიურეს. ისინი ვერ ტოვებენ ამ სივრცეს, ვერ გადიან, აბსულები არიან, გამწარებული სულები არიან და ისინი პოულობენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მათი მსგავსი ენერგია და ეს როგორც წესი ნათესავები არიან ხოლმე რო იცოდეთ. ბატონ გიასულა ქველიძეს მინდა ვკითხო, ბატონო გია რეალურად არსებობს საშუალება. ბუნებრივია ადამიანების ერთ ნაწილს ჯერ ამის დანარჩენს არ ჯერა და ახლა ალბათ როდესაც ეკრანთან ზის ფიქრობს რომ ეს არის ერთი დიდი სისულელე, თუმცა ბუნებრივია ყველა მოსახლეობას არსებობის უფლება გააჩნია. შეიძლება მაგალითად რომ ადამიანს რომელსაც ჯერა და დარწმუნებული რომ მასთან სახლში ცხოვრობს არამიწიერი არსება, იგივე ავსული ან ამ შემდეგ, მაგალითად დავით აღწევს ამ ყველაფერს და აღარ იყოს ეს დევნის მსხვერპლი? მე ჯერ ამ შემთხვევაზე გიპასუხებთ, ახლა ვეცდები ახსნა ეს ფენომენი. პირველი ესე იგი რა არის, რომ ამ ქვების სროლა, როდესაც ხდება, ეს არის უბრალოდ ყურადღების მიქცევა იმ, პოლტერგეისტს თუ დავარქმევთ, დავარქვეს რადგანაც სულია და ეს აღარ შეიცვალა ამ ფენომენის მიმართ სხვა რამე დასახელება, სულის გამოხატულებაა და აი ამ შემთხვევაში არავის არ უთქვია რომ აი ქვა მოხდა, ფანჯარა ჩაამტვრია, ან ვიღაცა დააზიან, ან რამე და ეს არის ესე იგი გამოჩენა იმისა, რომ სადღაც დასვა ქვა და ნიშანი მიცა და ეხლა მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იყო იმ პიროვნების, იმ თეთრებში ჩაცმული პიროვნების ამ ადამიანების მხრიდან გამოხატვა, რომ იმიტომ რომ პირდაპირ რო ეთქვათ, რომ ასე ხდება, შეიძლება სხვა მიმართულება მიეცა და ყურადღება არ ყოფილიყო. ამიტომ ეს არის გამოსავალი, თორე თვითონ ბევრს დაებადება მე ბოდის ვიხდი ერთადერთი კითხვა, როდესაც მსგავს ისტორიას მოისმენს, რომ ვიღაცა სახლს ესვრის ქვებს, დაებადება კითხვა, რომ ფსიქიკურად არის სწორად გაწონასწორებული ადამიანები. მე მოპატიეთ, მაგრამ ბუნებრივია ეს კითხვა დაებადება. ეხლა თუ მეცნიერულად მიუდგებით, ხო, პირადად მე მქონდა შემთხვევები, აი ამ პოლტერგეისტის ჩემ ახლობელს ჰქონდა ასეთი შემთხვევა, ერთ სახლში იყო და დილას როდესაც გაეღვიძა, ფანჯარაზე წრეები დაეხატა. ეს არ იქნებოდა ყურადღების მისაქცევი, მამაოც მოიყვანეს ყველაფერი თითქოს, მაგრამ მერე გადავიდა ახალ სახლში. და იმ სახლში ზუსტად გამთენიისას 4 საათზე დაემართა თვითაალება. ანუ ეს ფაქტია, ეს ზუსტად ის გამოხატულება ეძინა და შარვლის ქვედა მხრიდან დაიწყო ცეცხლი, ესე იგი მოეკიდა ცეცხლი. ეს ნაღდი ფაქტია, მივიყვანეთ ცოცხალ ადამიანზე, მე წავიყვანეთ შესაბამის კლინიკაში, გადანედგაც კანის გადანეგვა. ანუ რა არის, რომ ეთყობა გაბრაზებული იყო თვითონ, ასეთი ახსნაა, რომ ამ ადამიანს დაყვა ის ეს დადასტურებული ფაქტია, რომ იქ რაიმე არ არსებობდა წყაროითაც შეიძლებოდა. მე თვითონ როგორც ექსპერტი ვიყავი, მე წავიყვანეთ ყველა ის გარშემო ვინც ამაში მეტნაკლებად ჩახედული პიროვნებები იყო და ვნახეთ რომ ეს მართლა ასე, ანუ დამწრობა იყო შიგნიდან. შიდა მხრიდან იყო დამწრობა და ეს შარვალის ზედა ფენა არ იყო. გავაგრძელებ გიას დაწყებულ თემას. ესე იგი, ჩვენმა ფოტოკორესპონდენტმა რაღაც სხვა მასალაზე იყო წასული, აქვე ქართლში თბილისთან ახლოს არის ეს სოფელი სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, მაგრამ ეს ასავალ-დავსავალში დაუბეჭდა იმ ადამიანების გვარები, სახელები, მისამართი, ყველაფერი შეგვიძლია ამოვიღოთ, ვნახოთ. და საოცრება ხდებაო, მითხრა კაცო. ოჯახში ეწევათ რაღაცეებიო. მაგალითად ლეიბზე დადებული ბალიში. ამ დროს საწყოს ცეცხლი არ უკიდია. ნაჭრები, ხო, ნაჭრები, აი გარდერობში ეედო ამ ქალბატონს შესაკერი, კაბის შესაკერად რაღაც ნაჭრებს ყიდულობდნენ ადრე. იყო ესეთი ისა, რა ქვია, მაღაზიები ნაჭრებს ყიდულობდნენ და ესე იგი რო გამოაღებ, ხო, ამ კარადას. კარადას ცეცხლი არ უკიდია და ნაჭერი იწვეს შიგნით. როგორ შეიძლება ნაჭერი დაიწოს ეს კარადაში? ახლა ესე იგი მე რომ ჩავედი ნოდარი, აი ჩემს თვალწინ, ხო? მავთული ქონდათ გაბმული აივანზე, რომელზეც ქონდა ცარეცხი გადაკიდებული. აი ამ მავთულზე გადაკიდებულ ცარეცხს წაეკიდა ცეცხლი. და გაოცებულები იყვნენ, იმათაც შეძრეს ცა და დედამიწა. ჯერ ეგონათ ხალი ჩადაიწვა მაგალითად. ჯერ ეგონათ რომ ვიღაცა რაღაც ასაალებელ ნივთიერებას ყრიდა. მართლა დაუჭირებელი ისტორიებია, ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება ქალბატონი მარინე, რომელიც ცხოვრობს თბილისში და მასაც ჰქონდა იდენტური შემთხვევა, როდესაც მის უბანში ცვიოდა ქვები, ოღონდ ვერ დაადგინეს ვერაფრით, საიდან ცვიოდა ეს ქვები. ქალბატონი მარინე, გვიანბე თქვენი ისტორიის შესახებ. დაახლოებით 7 წლის წინ ჩვენთან ნაწილდების რაიონში დაიწყეს ქვების სროლა.
გამოუძახეთ პატრონს. შეგვეშინდა ვიფიქრეთ, რომ ვიღაცა ისრისო, მაგრამ ფაქტიურად არავინ დიდი ქვები თან ქვედა მხრიდან, აი როგორც აქედან ზევით ესე ისროდნენ ქვებს. გავიხედეთ იქ თან გვეშინოდა ახლა რომ მივიდეთ იქ, ჩვენ არ მოხვდათ ეს ქვები. თუმცა თქვენ არ ხვდებოდეთ ეს ქვები. არ ხვდებოდა, მთელი 2 კვირა მიმდინარეობდა ეს ამბავი. იქ მეზობელთან გმური ედგა უკან, ჩვენ სახლის უკან. და ეს გოგო ჩვენთან გამოიყვანდა ხოლმე თავისი ქმარი დილით სამსახურში რომ მიდიოდა ეშინოდა. იმისი გამოსვლა, კარები ხო დახურული ქონდა და უცბად გავიგებდით ამ კარების ხმას, იმისთან საშინელ ხმას გაღების და ისე მიჯახუნების, გავდოდით ხოლმე შეშინებული თავგვეშინო და შევხედავთ კარები ღია იყო. ესე იგი დახურული კარები. პიკ პანჯრები კიდევ, ამათ გისოსები დაუგრიხეს ის. მე მთელი მეზობლები რამდენი ხლა ნათესავები ისინი ყველა იქიდან, აქედან ქვეყნის ისინი იყვნენ მოსულები. დღისით, მზისით ცვივა ქვები. თან ზოგი დიდი ქვები იყო. ხან ჩვენ წინ დავარდებოდა, ხან უკან, მაგრამ ჩვენ არავის არ გვხვდებოდა. 2 კვირა მიმდინარეობდა პატრონს დაუძახეთ 1-3 ჯერ. ვერ დაადგინეს სამართალდამცველობა. ვერ დაადგინეს. ისე თვითონ ისე შეეშინდათ ვერ იმ პატრონებს დაგვანებეთ თავი თქვენთან რაღაცა ხდება არანორმალური ალბათ. რატო ფიქრობთ რომ ეს შეიძლება იყოს ზებუნებრივი ძალის მოქმედება ან არა მიწერი არსების მოქმედება? ხო შეიძლება ვინმე ხულიგანი რომელიც ისროდა ამ ქვებს. მასე მეგონა მე რომ დღეს წინა დღით ავიყავი სახლში და რომ მოვედი მეორე დღეს ჩემი მამიდაშვილი იყო ჩვენთან და მეუბნება რომ წუხელისო პატრონს გამოუძახეთ მე და მაიამო ქვებს ისროდნენ. მეთქი ქვების სროლის გულისთვის და პატრონს გამოუძახეთ ეზოში ვდგევარ განა რა ქვა იყო მეთქი რომ მაგას როგორ გამოუძახეთ ვდგევარ ესე და უცბად მეზობლის ქვედა მხრიდან მოდის დიდი ქვები გავშრი მესმეკდეს ამხელა ქვები საიდან თან როგორ შეიძლება ქვევი და მხრიდან ამხელა მანძილზე ისურის ზევით თან მეშინია წინ რომ მივიდეთ მე დავიწყე ჩხუბი მეთქი ვინ ისრის ქვებს მე თან მივიწე წინ კაციშვილი არ იყო ვდგევარ ესე და მოდის ქვები არავინ არ იყო აბსოლუტურად მეზოში. და რის შემდეგ შეწყდა ეს ქვათაცვენა თქვენს? თვითონ ისინი მე 3 დღე ისინი აღარ იყვნენ ეშინოდათ სახლში. ისინი რომ აღარ იყვნენ, ქვებისროლად შეწყვეტილი იყო. რომ მოდიოდნენ გარეთ ვიდექით ჩემეზოსთან და უკვე რომ მოვიდნენ ისინი, მაშინვე დაიწყეს ქვებისროლა. ისინი. მე შეეშინდათ 2 კვირის მერე გადავიდნენ და ისინი რომ გადავიდნენ უკვე ბოლო ქვა გამოისროლეს. პატარა ქვა იმათ და იმის წასვლის მერე აღარაფერი აღარ ყოფილა. ბატონო ელექტრის მინდა ვკითხო შონიას რამდენიმე წუთში აუცილებლად გექნება თქვენი აზრის გამოთქმის საშუალება. ბატონო ელექტრი რეალურად ეს ყველაფერი რასაც ახლა ჩვენ სტუდიაში ყვებია რაც ვნახეთ რეპორტაჟში არის ჩატარებული მაგალითად რაიმე კვლევა იგივე საქართველოსთან დაკავშირებით რომ თუ რა განაპირობებს ამ ყველაფერს მსგავსი კვლევა არის ჩატარებული რამდენიმე საქართველოში მათ შორის და მაგალითისთვის აი მსგავს და საწყის ეტაპზე ჩვენ რაც ვნახეთ იქ რაღაც კლასიფიკაციის მიცემა რომ ეს სულია ეს ავისულია ეს ვიღაცა ეს უცხოანდელია წვინა აი ეს მიცემა თუნდაც მიზანშეწონილი არ არის იმიტომ რომ ანუ პოლტერგეისტი და ხო ანუ არ ვიცით რა ფენომენთან გვაქვს საქმე რაღაც ძალა შემოდის საურთიერთობოდ ადამიანებთან მიჯაჭვულია ხოლმე და მინიმუმ ერთ ადამიანთან და იმის იქიდან გამომდინარე თუ როგორ არის ამ ადამიანის მდგომარეობა შინაგანი როგორ არის ეს აღზნებული და უშუალოდ როგორ არის მის მენტალობა იქიდან გამომდინარე ისე წარიმართება კონტაქტი ეს კონტაქტი არის განვითარებული კონტაქტს ვამბობ რაღაც ფენომენალურ ძალიან დასთან იმასთან რაც ჩვენ ვერ ხედავთ და ჩვენ თვალსაჩინოს მიღმა შეიძლება ხო და ისე წარიმართება ამ კონტაქტის განვითარება შეიძლება ამ კონტაქტიდან ამ ურთიერთობიდან შეიძლება ბევრი სასიკეთო ინფორმაციის სოდნის გამოღება და ამ ყველაფერს უნდა ხანგრძლივი დაკვირვება დინამიკაში და ესე იგი მიიყოლა და მართვა თუნდაც აი ეს რა საუბრობდით რომ ის პოლიციელები მოვიდნენ თუ არა თუნდაც ადამიანები რომლებიც ერევიან ამ საქმიანობაში უნდა იყვნენ მომზადებული არა მარტო მამა სერაფიმე ამბობდა არ დაეჯერო და არ ახტება ბუნებრივია მაგრამ ვისაც ჯერა ვინც ამით ცხოვრობს ვისთვისაც ეს რწმენა ამ ადამიანებმა რა უნდა გააკეთონ როგორ შეიძლება თავი დააღწევენ ამ ყველაფერს გამოსავალი ის რომ დაუშვათ წავიყრუთ ამაზე და მოვიტყუოთ თავი რომ ეს არ არსებობს და ამასთან არ ვიურთიერთობოთ ეს არაფერს არც არ მოგვიტანს იმიტომ რომ შეიძლება განვითარდეს შემდგომში ურთიერთობა შემდგომ უბრალოდ შეიძლება ადამიანი დაკომპლექსდეს და საერთოდ ჩაიკეტოს და უარესობისკენ წავიდეს მისი საერთოდ მდგომარეობა და მეორე შეიძლება მის შვილებზე შვილიშვილებზე თაობებზე გადავიდეს ის ურთიერთობა და როდისმე ამ ურთიერთობამ მაინც წამოყვინთოს თქვენ ურთიერთობასთან დაკავშირებით საუბრობდით ასტერი შემოგვერთა სტუდიაში რომელიც რამდენადაც მე ვიცი მას აქვს კონტაქტი ურთიერთობა სახლში არამიწერ არსებასთან ჭყალებში როგორც ეძახიან დამავოი თუ არ ვწდები თუ ვწდები გამისწორეთ რომელიც თქვენთან სახლში ცხოვრობს გვიანბე თქვენი ისტორია მე ვერ დავაკონკრეტებ იცით შეიძლება ამას მე ვუწოდო პოლტერგეისტი შეიძლება ეს იყოს უცხოპლანეტელი მე უფრო ინტუიციით მგონია რომ ეს უნდა იყოს პოლტერგეისტი ზუსტად 20 ჯერ დაფიქსირდა ჩემს ცხოვრებაში აი ესეთი პარანორმალური მოვლენა 1999 წლიდან დღემდე
რას გულისხმობთ პარანორმალურ მოვლენაში? პარანორმალური მოვლენები, ანუ როდესაც ჩემს ირგვლივ ხდება მესმის ხმები, კაკონი, სიარულის ხმა, ნივთების გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე, ჩამოვარდნა ნივთის და აი ესე ძალიან ესეთი ბევრი შემთხვევები დაფიქსირდა. ერთხელ კონტაქტზე წამოვიდა, ანუ რაც უთხარი ის გააკეთა. ანუ რას ნიშნავს კონტაქტზე წამოვიდა? ვთხოვე რომ გასულიყო გარეთ და გავიდა. და საიდან მიხვდით რომ გარეთ? მე ამას მივხვდი კაკონით. ტუკ 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 ტუკ. კარებისგან გასვლით. ღამე ვთხოვე რომ შემოსულიყო სახლში და დამეკეტა კარები, რო შემოვიდა, მე ვიგრძენი მაგიდაზე დარტყმით და კაკონებით. ანუ სხვა სახის ნიშნები კაკუნის და ხმების გარდა არ არის, ხო? რომ დასტურდება რომ თქვენ სახლში ორი შემთხვევა იყო შეხების. შეხებაში რა იყო? შეხების ერთხელ დარტყმის, ძალიან ისე მსუბუქად, ერთხელ ქუჩაში გამოყოლის. და ყველაზე აი ამ 20 შემთხვევაში მე ბოლოს გამოვყოფდი, რომელიც მოხდა წელს აპრილის თვეში. ვზივარ კომპიუტერთან და ვეცნობი ბატონ გია კვაშილავას გამოკვლევას ფესტოს დისკოს გაშიფრვასთან დაკავშირებით. ფესტოს დისკოს მე ამჟამად ვატარებ მედალიონს, გაჩვენებთ. ეს არის ეს მედალიონი. მაშინ ეს იყო როგორც ბრელოკი. ასე მქონდა მე ეს. შარვალზე ჩამოსაკიდე. ეს ბრელოკი მაშინ მე დო თაროზე. და ჩემი კომპიუტერის მაგიდიდან ეს თავრო მდებარეობს დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით. და რა მოხდა ახლა? რითი გამოვყოფ აი ამ მოვლენას? აქ მოხდა პოლტერგეისტის აზრობრივი ჩართვა. ანუ მე ვეცნობი ფესტოს დისკოს შესახებ გამოკვლევებს კომპიუტერში. ფესტოს დისკო დევს ჩემგან უკან 4 მეტრის დაშორებით. ზუსტად აი ასე ვიჯექი. თითი დავაფიქსიროთ. ვკითხულობ აი ამ გამოკვლევებს და უცბად ვგრძნობ რომ აი ამ თითზე ჩამომეკიდა ეს ბრელოკი რგოლით. და როდესაც სიმძიმე ვიგრძენი, ეს ქანაობა დაიწყო ამან. უცბად შემეშინდა. ეს ძალიან საშიშია. როდესაც სახლში ხარ მარტო, შენს ირგვლივ არავინ არ არის, ოთახი ჩაბნელებულია და უცბად ასეთ რაღაცას აფიქსირებ. ინსტინქტურად მე უკან გავიხედე. გაუაზრებლად აგიღოთ ეს, შეიძლება ხანდახან გაუაზრებლად სათვალე გიკეთია თავს და ვერც კი ხვდები ხოლმე რომ ეძებს სათვალეს ოთახში. ხო შეიძლება ეს ყოფილიყო გაუაზრებლად, ახლა მოგეჩვენოს. გაუაზრებლად არაფერს არ ვაკეთებნა. ეს არ არის გაუაზრებელი. მე ეს ვიცი რომ იდო ზუსტად იმ თაროზე. ძალიან რთულია ამის ახსნას და დაჯერებაც. ძალიან რთულია. იმიტომ შეიძლება ქონდეს ერთ-ერთი განცდა რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა მოჩვენება, ჰალუცინაცია ან რაიმე მსგავსი, თუმცა ბუნებრივია ყველა ვერსიას გააჩნია თავისი არსებობის უფლება. კი ამ შემთხვევაში რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ თუნდაც არამიწიერ არსებასთან ერთად, მათ ამით შეერა და ისინი დარწმუნებულები არიან რომ სახლში ნამდვილად არის ადამიანი, რომელთანაც ისინი კონტაქტობენ კიდევაც. ყველა ეს ადამიანი შერაცხული არიან ფსიქიურად დაავადებულებად, ეს ხвебისგან, ადამიანს რომელსაც არ ესმით ეს თემა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ეს არ დაგმართნიათ, თქვენთვის ქვა ვინმეს არ უსვრია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ არის ნამდვილი. და მე მჯერა არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, შეიძლება ეჩვენებათ კიდეც მე ვერ ვიტყვი რომ ყველას ერთი და იგივე რამ ემართება, მაგრამ აი მე მქონია მაგალითად შემთხვევა, როცა სადღაც მიმდივარ და ვიცი იქ ვინ შეიძლება დამხვდეს, იმიტომ რომ წინასწარ მაქვს ინფორმაცია. ნუ ალბათ შეიძლება წინათგრძნობა ადამიანს კონდეს არა, ეს არის ხმით და არა დაუშვათ ადამიანები ვართ, ერთ პატარა დეტალს მოგიყვები. უცხოეთში ერთ სიტუაციაში ვარ და აი ხმა მესმის რომ არ დაჯდე იქ, აქეთ დაჯექი. და იქ რატომ გეზი მაქვს იქით აღებული. და მართლაც იმ წუთშივე დაუჯერე, წამოვედი და დავჯექი. იქ გავიცანი ადამიანი, ანუ მასთან კონტაქტის დროს დავახლოვდი, ეს ხდება 15 წლის წინ და ამ ადამიანთან ძალიან კარგი ურთიერთობა ამეწყო, რომელმაც შეცვალა მთლიანად ჩემი ცხოვრება.
ეს ყველაფერი ბუნებრივი არ მართლა დაუჯერებელი ისტორიებია. ეხლა პირველი რაც მახსენდება ბავშვობაში ყველასთვის ცნობილი მულტფილმი, როდესაც პიტერ პენში კეთილი ხმა კარნახობს, საით უნდა წახვიდე და რა უნდა გააკეთო. ქალბატონი მაია იმყოფება ჩვენთან ერთ სტუდიაში, რომელიც ასევე კიდევ ერთ დაუჯერებელ ისტორიას გვემობს, როდესაც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ერთ-ერთმა ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ მის სახლში ვიღაც ცხოვრობდა. 93 წელს მქონდა შემთხვევა, ჩემთან მოვიდა ქალბატონი, მითხრა რომ დეიდას სახლში სასწაულები ხდებაო. მე ვთქვარი, დეიდა რამდენი წლის არის მეთქი და 70-ს მიღწეულიაო. მე ვთქვარი, ეხლა თქვენ რასაც მიყვებით გასაგებია, მაგრამ მე თუ ადგილზე არ წამოვედი, ცოტა უხერხულად ვიგრძნობ თავს, იმიტომ რომ მე დასკვნას ვერ დავდებ. რა სიტუაცია და საიდან მოდის? წავედით, რო შევედი სახლში, იცით რომ კარები რო გაიღო, აი პირდაპირ ესეთი გრძელი კორიდორი და სარკე ეკიდა. ამ სარკეში ხედავ შავის ჩაცმული კეპკა თავზე, კეპკა კი არა, ის ინგლისური ქუდები რო არის რა, შლაპის მაგვარი, წვეროსანი, ძალიან დიდი წვერი არა, ჩვეულებრივი წვერით, ტროსტით ხელში, კაცი დგას. ამ ქალს არაფერი არ მithქვია, დავადე, თავი პირდაპირ მივდივარ ამ სარკესთან. და როგორ არ იცით, ეს იყო ძველი სახლი და ესე კორიდორებივით გადიოდა რა ოთახებში. და უკვე რომ მივდივარ ხელ მარცხნივ კორიდორივით, აი პატარა ხოლივით იყო და ზის ეს ქალი. და აი ესე, აი როგორც ახლა ამაზე რომ მე დავტრიალდი ესე, აი სკამი, წარმოიდგინეთ ტრიალებს არანორმალურად. ხმას ვერ იღებს, გაფიტრებულია. და წარმოდგენა არა აქვს მის დიშვის, რომ ეს მას ეს მოზდის. და რომ მივახოდით ამ გოგომ კივილი დაიწყო, მე ვთქვარი, ხელს მიშლით მეთქი რა, დავანებოთ ყველაფერს თავი. ღამის 2 საათიდან გამთენის 5 საათამდე. მე ამ პიროვნებასთან კონტაქტში ვიყავი შესული და გამარკვიე რა გინდა აქ მეთქი. უბრალოდ აი სარკეს დავიჯექი და ველაპარაკებდი. მესმის საზოგადოებისთვის მიუღებელია რასაც. დაუჯერებელია პირდაპირ. დაუჯერებელია, მაგრამ დაიჯერეთ გინდა არა. ის ვინც მე მიცნობს და ვინც მუდმივად ჩემს გარშემო ტრიალებს, ჩემი საახლობლო მშობლები, დედმამიშვილი, მათთვის ეს გასაკვირი არის. რა გითხრათ იმ ადამიანმა, რა უნდა ამ კაცმა მითხრა, მე-19 საუკუნის ბოლოს ამ კაცის აშენებული იყო ეს სახლი. იყო უმდიდრესი პიროვნება და გარდაიცვალა, ოღონდ იცით, ცოტა რუსულად ვიტყვი, ბოდიშს ვიხდი. насильственная смерть. ძალადობრივი. მაგრამ არა დანით, არა რაღაცის ჩარტყმით. ყელზე მოუჭირეს და მოახჩეს. ეს კაცი, ვინც ძალით იყო მოკლული, იყო ამ ოჯახის ნათესავი. წარმოუდგენელია თქვენთვის, რასაც მე ყვები, მაგრამ რა ინფორმაციაც მე მაქვს, იმას გეუბნები. ამ კაცს უნდოდა რომ განთავისუფლებულიყო. ეს ქალი იყო ერთადერთი გამტარი, რომელთანაც იგი კონტაქტს ამყარებდა, მაგრამ ამ ქალმა ვერ აღიქვა. დავსვით და ეს ქალი გამოკითხე, მე ვთქვარი, უნდა გავწონასწორდეთ ახლა, დავწყნარდეთ ემოციების გარშემო. აქ ყველაფერი დაალაგდება და დაწყნარდება. ამ ლაპარაკში ვარ, მეუბნები რომ უნდა შევიდეთ კონტაქტში, რომ გავანთავისუფლოთ ეს კაცი ამ სახლიდან უნდა გაუშვათ. გაიღო ეს შკაფი, კარადა და სერვიზი, ისეთი სერვიზი ილაგარო. აი ესე რა დაალაგებოდ. რო წამოვიდა ეს სერვიზი, ლიწილიწინი, აი ერთი თებში არ გადარჩენილა, დაიფშნა საერთოდ. უკაცრავად ემოციების გარეშე. დაგჭირდა 4 საათნახევარი უდიდესი ბრძოლა. მე იქიდან რომ გამოვედი, სახეზე მქონდა ნათითურები. გაგიჟდა ჩემი და დედაჩემი, რას გავხარო? ნათითურები მქონდა ესე, დარტყმის. რით დასრულდა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი? დასრულდა ის რომ გავანთავისუფლეთ. ზუსტად ერთი კვირის თავზე მე ამ ქალს შევხვდი და ვთქვარი, ნუ როგორ გძნობთ თავს? უბედნიერესი ადამიანი ვარ. აბსოლუტურად არაფერი ანალოგიური არ ხდება. კარგი, მსგავსი ისტორია, სხვათა შორის, ყოველთვის, როდესაც მსგავსი ისტორიებს ყვებიან, ყოველთვის ყველა იხსენებს, რომ ეს ხდებოდა 90-იან წლებში. ამ კითხვით რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, მანამდე მინდა ერთი სიუჟეტი შემოგთავაზებთ, რომელიც გადაღებული არის თბილისის ერთ-ერთ უბანში. ჩვენ არ ვასახელებთ ამობას და არ გვინდა მათივე თხოვნით გიჩვენოთ ამ ადამიანების სახეები, თუმცა ქალბატონ ნინოსათვის ეს ისტორია არის ცნობილი, სწორედ დასავალშიც იყო ამის შესახებ საუბარი ერთ-ერთ პუბლიკაციაში. ეს უკვე 25 წელია მსგავს პრობლემას ეს ოჯახი ებრძვის და ვერანაირი გამოსავალი ვერ იპოვა. სიუჟეტით გთხოვთ. ისე იყო, რომ შევნიშნეთ, რომ დაიკარგა ჩემი ატესტატის ფურცელი. ამაგას ყურადღება არ მივაქციეთ. მე გავიდათ, რომ ძირითადად ამ რვეულებზე და წიგნებზე იყო გადამტერებული. ჩემი ძმის ის საშინაო დავალების, რვეულების, საკონტროლოს თემები და რატომ გაცეგონა, რომ მე უყრიდი.
ხო და მე გადავიდა აი წიგნების დახევაზე, ერთ საღამოს იყო რომ აი გავაღეთ გარდერობი და მთელი ტანსაცმელი თუ დაჭრილი იყო. მე იყო ხოლმე შეშინებებიც, რაღაცა მოდიოდა ხოლმე, აი თავის ფორმა ქონდა. გამაღვიძებდა ღამე და აი თვალების თუ წითლად უნათებდა. ეს თვალებს რო უნათებდნენ და თვალებში მაშვებოდნენ, ხო? აი ეს ამწამები თვითონ ეს თამწარი მიტყვა. და ბოლოს სულ ჩამოეყარა. ფინდერები უნდა, ტოიბოქსები უნდა. ერთხელ ფული მოიტანეს, ჩქარის ჩანთა მაყიდინეს. და სადმის ეს ჩანთა? გარდერობში მიდეს. ჩვენთან ეგა კონტაქტზე არ გამოდის. მარტო გამოდის ჩემ გოგოსთან. ჩვენ ოჯახის წევრებთან ეგ საერთოდ რა. მაგას უყვარს აი ოპერება, გინება და ლანძღვა არ უყვარს. ეს ნასვამი ადამიანი არ უყვარს. და ეს ვიცით რომ აქ არის სახში, მაგრამ სად არის და სადაც ჩვენ არ ვიცით. ხანვის მიუმართით ხანვის მღვდლებიც მოყვავდა ხშირად რომ მღვდელმა გვირჩია რომ ეს ეკლესიურები უნდა გახდეთო. ხო და ერიქით მე უფრო მტრულად იგანეწყნენ ჩვენს მიმართ. რო წავიდოდით ეკლესიაში, მოვიდოდით და ტანსაცმელი დაჭრილი ესე განადგურებდნენ რომ იცულებულები გავხდით რომ დაგვენებებინა თავი. კანდელს ვანთებდი ხოლმე იმ საკმაროსაც იმაშებოდი და სულ დამიგლიჯეს. ლოცვების წიგნები ისინი სულ გადამიყარეს. პრობლემა ხდეს ისევ ნაკურთხი იყო კი ყიდულობდა ეკლესიაში, მაშინ ვექო ვაკურთხებინებდი და ეს ხატი ჩემაუღლე საჩუქა ღდელმა. და ამას ეთყობა ვერ ის მოევინიან და ხან აი სადაუდიათ, ხან აი ის კარგოზიაზე ზიდო. არ როგორ დასვეს რომ არ ჩამოვახდა. სახლი არის ჩვენ. ამას იზახიანებენ და ბოქსეს ახალწლამდე ბოლო ვადა. უნდა წავიდეთ აქედან. ასეთი დაუჯერებელი ისტორია ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში. ოჯახი არის როგორც თავადგვიამობენ ძალიან შეწუხებული ამ ყოველფრის გამო. უკვე 25 წელია გრძელდება, თუმცა ვერანაირი გამოსავალი მათ ვერ მოძებნეს. ახლა მამა ალექსანდრე მინე დავპატიჟო სტუდიაში და ვკითხოთ, რას ფიქრობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია პარანორმალურ მოვლენებთან დაკავშირებით. მამა ალექსანდრე, თქვენ უსმენდით გადაცემის ნაწილს, როდესაც მიმდინარეობდა ამ თემაზე დისკუსია. რეალურად რასთან გვაქვს საქმე? შეიძლება თუ არა რომ მსგავსი პარანორმალური მოვლენები ხდებოდეს, არსებობდეს იგივე პოლტერგეისტი, არსებობდეს იგივე ავისულები, რომლებიც მსგავსი ფორმით აწუხებდნენ ადამიანს? რასაკვირველია. ყველა რელიგიაშია, არა მარტო ქრისტიანობაში, ორი ძალის დაპირისპირება, ეს არის კეთილისა და ბოროტის. დღევანდელ ახლა განხილულ სიუჟეტებში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ გამოვლინება, უხეში გამოვლინება ბოროტების. ამას არ უნდა რაღაც საღვთისმეტყველო ახსნა აჭირდება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეხედავს ამას თუ რა ხდება ადამიანების თავს, მიხვდება რომ ეს არის ზეწოლა ბოროტი ძალის. ну მიზნებზე შეიძლება შემდეგ ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ეს არის ბოროტი ძალა, ვინაიდან არსებობს სამყაროში სამი ძალა, ეს არის ღვთაებრივი ძალა, რომელიც არის მთლიანად შემოქმედი. ყოველივე არსებობს ადამიანური და არსებობს ბოროტი ძალა. აი ბოროტი ძალა არის ორი ტიპის. ერთი არის აი ესეთი უხეში გამოვლინებით თავისით, როგორც დღეს ვნახეთ, მაგრამ არის მერე შეფარული ბოროტი, რომელიც სიკეთის ქურგში მოდის. ეს უფრო ბევრად უფრო სახიფათო. რეალურად შეიძლება თუ არა მართლაც ხდებოდეს მსგავსი მოვლენები, რაც ჩვენ ნახეთ იგივე ქვების სროლა. აი მოვისმინე, აღარ მახსოვს რომელმა თქვა ეს რომ პირველად აღიწერა 304 წელს 354 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე. ну ეს ძალიან ახალი თარიღია, ბოროტის გამოვლინება ხდება იმ დღიდან, რა დღიდანაც ჩამოვარდა იმ დროიდან, რა დროიდანაც ჩამოვარდა კეთილი ანგელოზი დაეცა და გახდა ბოროტი. და მთელი ისტორია, არა მარტო კაცობრიობის ისტორია, მთლიანად არის სავსე ამ მოვლენებით. ჩვენ შეგვიძლია გადავშალოთ ნებისმიერი ისტორიული მოვლენა, ან პიროვნული მოვლენა, ან კულტურული მოვლენა, ნახავთ რომ ეს დაპირისპირება და ეს ზეციური რაღაც პარანორმალური, ანუ ზემეტაფიზიკური მოვლენები ხდება ნებისმიერ ეპოქაში. უბრალოდ დღეს არის გასაკვირი, რომ ესეთი კითხვა ისმევა. რატო მსვავთ კითხვას და რატო გვიკვირს, რომ არსებობს რაღაც აუხსნელი ძალები, რომლებიც მოქმედებენ სამყაროში.
რატომ? იმიტომ რომ დღეს არის გაბატონებული ათეიზმი. დღეს იმიტომ რომ მეცნიერება მიაღწია გარკვეულ წარმატებებს და მეცნიერებამ რაღაცა ტოტალური უფლება მოიპოვა ადამიანის გონებას. ამიტომაც ყველაფერი უნდა აიხსნა სამეცნიერო და მატერიალისტურად. თუ არ არის ახსნადი, ეს მაშინ არ არსებობს. აი ესეთ თეზა აქვს მეცნიერებს. რაც რასაკვირველია, არ არის სწორი, იმიტომ რომ არსებობს სამყარო, სულიერი სამყაროსგან და მატერიალური სამყაროსგან. ხოლო სულიერ სამყაროს არ იკვლევს მეცნიერება, ვინაიდან ეს არ არის დადასტურებული სამეცნიერო ფაქტებს. მამა ალექსანდრე, ოჯახი, რომელშიც შესახებაც ახლა ვიხილეთ სიუჟეტი, უკვე 25 წელია, როგორც თავად ამბობენ, მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. ბუნებრივია, მაყურებლისთვის რთულია დაიჯერო ასეთი რამ, რომ 25 წელი სახლში ვიღაცა გთხოვს ყოველდღე, რომ მიყიდეს, შემდეგ ეს ნივთები ქრება, ბუნებრივია რაღაც ეჭვები ამასთან დაკავშირებით გაჩნდება. რეალურად რა გამოსავალი არსებობს, როგორ შეიძლება ადამიანმა ყოველთვის თავი დააღწიოს? ერთმა კარგმა ღვთისმეტყველმა თანამედროვემ თქვა ძალიან კარგი რამ, რომ ერთ-ერთი კარგი მისიონერები არიან ბოროტი ძალები, როცა ისინი ბოროტებას ავლენენ. რა გიგულისხმება, რომ იმის შემდეგ, რომ ისინი ბოროტად, აი ესე უხეშად ჩაერევიან ადამიანს, დააშინებენ მას, ის იძულებულია წავიდეს ეკლესიაში, ან დაფიქრდეს უფრო მეტზე, ვიდრე მანამდე ფიქრობდა. ამიტომაც გამოსავალი არის ეკლესიაში. იმ სულიერ ძალაში, რომელიც ერევა და მოგებული აქვს და გამარჯვებულია და ვინც არის სამყაროს მთლიანად შემოქმედი. გამოსავალი არის სწორედ ღვთაებრივ ძალაში, რომლის მატარებელი არის მართლმადიდებელი ეკლესია. თუმცა ოჯახი, რომელის შესახებაც ახლა იყო საუბარი, ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ტაძარიც არ იყო გამოსავალი, რადგან ცხატები, რომელიც სახში იყიდა, ვარდებოდა, იხეოდა და არ იქნება გამოსავალი, გამოსავალი არის შენი რწმენა ტაძარში. ტაძარი თავისთავად თუ მას შენ რწმენისებურად არ იყენებ, არაფერი ძალა არ ექნება. არანაირი გამოსავალი არ იქნება, თუ შენს ძალებს არ მოუხდებ და შენ თვითონ არ დაიწყებ ცვლილებას. რა არის განსხვავება მაგიურ მსოხედელობაში და ქრისტიანულ მსოხედელობაში? რომ მაგია გააძლევს ბედნიერებას ამ ქვეყნიურს, ისე რომ შენ არ იცვლებ. ხოლო ქრისტიანობა გვპირდება ბედნიერებას მაშინ, თუ შენ შეიცვლებ და შენ შინაგან სამყაროს გამოსწორებას და მზაობაში ხარ იმაში, რომ მიიღო სამღვთო მატრი. და ამისთვის იწყებ თვით შეზღუდვას და ასე შემდეგ, ლოცვას და ასე შემდეგ. თუ ის ადამიანი არ აკეთებს ამას, არამედ უბრალოდ მიდის ეკლესიაში და მხოლოდ გარეგნულად უნდა და ეკლესია გამოიყენოს როგორც მაგიური ძალა, რაღაც ჭხიობაობა, რომ მოვიდნენ და განმინდევნონ ეს სულიერი ბოროტი ძალები, ესე არ მოხდება. ყველაფერი არის დამოკიდებული. რატო ხდება კონკრეტულად შენ თავზე, რატო არის დაშვებული და სხვებთან არ არის დაშვებული? ეს რაღაც განგება აქვს ის, ხო? რაღაცა შენი მოქცევა ჭირდება, შენი გული ჭირდება, ღმერთს რომ შესწირო მას შენი გული. ამიტომაც უნდა ესეთი ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში რწმენით და იმის განცდით, რომ იგი შეიცვლება. ბოლო კითხვა მექნება გიასთან, გია, რამდენადაც ვიცი შენთან ძალიან ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებიც გთხოვენ სიზმრის ახსნას. რამდენად დიდი ამ ადამიანების რიცხვი და რამდენად ხშირად გიწევს ამ სერვისის აღმოჩენა ადამიანებისთვის? ეს ხდებოდა, ეხლა ნაკლებად, იმიტომ რომ ვარ ძალიან დაკავებული, მე მინდა გითხრათ ერთი რამე, რომ სიზმარი შეიძლება ფსიქოლოგიურად ავხსნათ, სიზმრის ახსნად შეიძლება, რელიგიაში არსებობს, რომ სიზმარია ცოდვა, მხოლოდ ხილვა ღვთის. თუ მივყვებით აი ამ ხალხურ გამონათქვამებს, ძალიან ხშირად ხდება სიზმარი, იგივე მოდი დავიწყოთ ბანალური სიუჟეტით. თუ ადამიანი ხედავს, რომ ის არის შიშველი, ის აუცილებლად ერთი კვირის განმავლობაში შერწყვება. ანუ სიზმარში თუ ხედავს, სიტუაცია შეიქმნება ისე, რომ მას შეარწყვება. ანუ თქვენ გჯერათ სიზმრების და შესაბამისად სხვებსაც ეხმარებით იმაში, რომ სიზმრების ახსნა მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ მამა ალექსანდრესთან და ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ უკვე თემაზე საუბარს, სრულწმენები და სიზმრები. ვის ჯერათ სრულწმენების ძალიან ხშირად არის დამკვიდრებული სტერეოტიპი, როდესაც შავი კატა გადაგირბეს, ან კუთხეში არ უნდა დაჯდე, ან 1000 ამ მსგავსი სრულწმენა, მოკლედ რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო დისკუსია გელოდება, არ გადარჩეთ. რეკლამა მალე გაივლის. რეკლამამ გაიარა მალე, მადლობა რომ არ გადარჩეთ და შემოგვერთით გადაცემის მეორე ნაწილში. ვისაუბრებთ პარანორმალური მოვლენების და ასევე სიზმრებისა და სრულწმენების შესახებ. სტუდიაში ცნობილი ქართველები შემოგვერთდნენ და მათთან ერთად გავარკვევთ თავად რამდენად სჯერათ მათ სრულწმენების და სიზმრების. ნუ დავიწყოთ სიზმრებით. ია ფარულავა ჰოლივუდში მოღვაწეობის დროს
ძალიან აქტიურად იყო ჩართული სიზმრების შესწავლაში, ახსნაში, მოგვიყევია. მადლობ ნოდარ, მე ვარ ძალიან საინტერესო იყო იცი როგორ მე ვმუშაობდი ჩეხოვის მეთოდზე და ჩვენთან სტუდიაში მოვიდა ერთი ქალბატონი სასწავლებლად ამ მეთოდისა როკი პარკერი რომელიც იყო ცნობილი მასწავლებელი მაგრამ იმას ჰქონდა განსაკუთრებული მეთოდი როლებს ამუშავებდა ცნობილ მსახიობებთან სიზმრების მიხედვით ანუ ეს ერთგვარი ფუფუნება ანუ რა ხდება ეს ანუ შენს არაცნობიერს მსახიობი უკვეთავს თქვა სიზმარს და ეუბნება აი მე მინდა ამ როლთან მიმართებაში თქვა აი ესა და ეს ამ სცენაში მინდა ემოციები. მას ეს სიზმრება ჩვეულებრივი სიზმარი შეიძლება ტყეში მიდის, კალათით ხელში და სოკოს კრიფავს ან ყვავილებს კრიფავს, მაგრამ ამის იქით არაცნობიერი ძალიან სერიოზულ სიმბოლოებს აწვდის მას და ეს ქალბატონი როკი პარკერი, რომელიც ჩვენთან მოვიდა სასწავლებლად, მას ამუშავებს ტრეილერში, ის ემოციების, მას რაღაც ემოციების თელი მოზღვავება აქვს და შემდეგ გადის და დაუვიწყარად თამაშობს. დაუვიწყარ სანახაობად და შემდეგ ოსკარებს იღებს. ანუ სიზმრებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები იყენებენ იმისთვის, რომ კონდეთ წარმატებული როლები. და წარმატებული როლები და სხვათა შორის მე და ეს ქალბატონი ძალიან დავმეგობრდი და ვაპირებდი ჩვენ ერთად გავეკეთებინა ინტეგრირებული კლასები მე ჩეხოვი და ის სიზმრები და მე მოხდა ძალიან ცუდი ტრაგედიკული მომენტი მის სახლში მას ქონა სახლი მალიბუში რომელს მეორე სართულს აქირავდა იქ სტუდია უნდა ყოფილიყო და იქ თავი მოიკლა ცნობილმა მსახიობმა ჰემინგუეის ქალიშვილმა გახსოვთ ეს გახმაურებული ამბავი და ეს ქალი მე ძალიან განაწყენდა და გადავიდა გაყიდა ის სახლი და წავიდა ნიუ-იორკში ესე დავკარგე ესეთი მშვენიერი როკი არაერთი ვარსკვლავი გაიზარდა მის ხელთ და სხვადასხვა მან ამუშავა ჯესიკა ლანჟი თავის ცნობილი ფილმისთვის პრესის ფარმერისთვის სიზმრების მიხედვით. იცი რატო გაგიშდება ალბათ კითხვა და ყველა რა შუაშია სიზმარი და როლი. ბუნებრივია რა შუაშია სიზმარი წარმატებული როლი. მსახიობის იცი რა არის ეს არის ერთგვარი როლს როისი ვთქვა ემოციების ამოსაფრქვევი როლს როისი მანქანა. მივხვდი იმიტომ რომ ჩეხოვის მეთოდი თუ არის ვთქვა ვოლგა ის როლს როისი იმიტომ რომ ძალიან ფუფუნების ამბავია და ძალიან ძვირი ღირს იმიტომ რომ მასწავლებლები ბევრნი არ არიან და ცოტა მარაზმიც არის ჩემის აზრით. ია თავად გჯერა სიზმრების. მე სიზმრების არ მჯერა, მე სიზმარი მიმაჩნია მხოლოდ ერთი და ერთი. არა, შემდეგ ეტყვი დავიდა ეს და მე მოვძებნი ერთი მასწავლებელი რობერტ ჯონსონი, რომელმაც აი ეს წიგნი გამოუშვა და ის გახდათ არც მეტი არც ნაკლები კარლ იუნგის ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის შვეიცარიის მოწაფე და მისი მიმდევარი ახლა ესენი ბევრნი აღარ არიან, ყველა დაიღუპა იქ აღარ არიან გარდაცვალებული მარი ლუიზ ვოლფრანსი ბარბარა ჰენა ასე შემდეგ ტონი ვულფი და მე ვსწავლობდი ამ სიზმრებს და უბრალოდ ეს არის ხიდი არაცნობიერთან ნოდარ ეს არის ერთგვარი აი ძალიან ადვილად ავხსნე თუ ადამიანის ფსიქიკა არის ერთგვარი დამსხვრეული ლარნაკი სიზმრების საშუალებით თუ ყავს კარგი სპეციალისტი შეგიძლია ეს ლარნაკი შეაკოწიწო და შესახებ გაიგო ამბები არაცნობიერი და მომავალი ვინებს თქვათ აღა დიდი კატაკლიზმების შესახებ ეს უკვე კოლექტიური სიზმრებია და მე ამას არ შევეხები დღეს. გია ჯაჯანიძესთან მინდა დავბრუნდე კითხვით, სანამ რეკლამას გავიდეთ, მას დავუსვი კითხვა, მე ვიცი რომ ის ძალიან ეხმარებოდა ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს, რომ სიზმრებით საკუთარი მომავალი ეწინასწარმეტყველად განეჭრიდა და ყოფილიყვნენ უფრო წინ დახედულები. როგორ ხდება ეს ყველაფერი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ინტუიცია, რომელიც არსებობს ადამიანში და ქვეცნობიერში დევს ის, რაც მას უნდა და ის ხედავს ამას სიზმრის საშუალებით. სიზმრის საშუალებით, ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით და ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, რომ შეიძლება მე არ ვიცოდე, აი მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, რომ წუხელ სიზმარში ვნახე, რომ კალათით მომქონდა კაკალი. ну ჩვეულებრივი კაკალი. ამ დროს ერთვება ჩემი ქვეცნობიერი და ასოცირებულად რას ნიშნავს კაკალი აი იმ წუთში მოდის და ვეუბნები რომ თუმცა ეს კაკალი ყველა სიზმრის შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა დანიშნულების არა იქ არის მე კითხვა გატეხილია კაკალი არ არის გატეხილი მწვანეა და ასე შემდეგ სხვათა შორის ერთი რამე მინდა გითხრა ამ სიზმრებთან დაკავშირებით არის ხოლმე შეკვეთილი სიზმრები რაც ძალიან ხშირად მე მაქვს ძალიან ხშირად შეკვეთილი სიზმარი. აი შეკვეთილი, არაცნობიერს უკვეთავს სიზმარს ჩაოლებრივად ძილის. ხვალ მოვდივარ, ნოდარ. აი გინ დამიჯერეთ გინდა რა. ხვალ მოვდივარ თქვენთან გადაცემაში, ანუ წუხანდელ ამბავს გეუბნებ. ორი კლიზმით ხელში. ამას ოყდა ქვია. ბოდიში. სხვა ეს იცი რა არის? კოლბები. გავს, არა. ალქიმიური კოლბები. ეს არის სხვა შორის საოცარი რაღაც. ეს მოვიტანე, მე მინდა ერთ ადამიანს გადავცე, რომელიც ფანჯარასთან უნდა დაიდოს ეს.
და ეს იწყებს მოძრაობას, როგორც კი რაღაც სასიხარულო ამბავი უნდა გადაწყდეს და აქედან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი მაგარი NLP-ისტი ხარ შეოხერო, მაგარი. მეწყინა რო დაგინახე, მე არ ვიცოდი რომ მოდიოდი აქ, მეწყინა და რატო? აღარ მახსოვს, ეს არის ალბათ 4 შაბათი თუ 5 შაბათი, გადაცემიდან მომდივარ ქუჩაში და სხვათა შორის ვყვებოდი, აი აქ რაღაცა ხმა და აი სრულიად საქართველოს წინაშე ვამბობ და თქვენ ნახავთ რომ ეს აუცილებლად ახდება. გრანდიოზული ქორწილით გათხოვდება იაფარობა. პერიოდსაც ვიტყვი, ეს არის ოღონდ ვამატებ. ჩაინიშნეთ სულ ყველა. იმ ნახევარწელს ვამატებ. ეს ხوانოში გადის ახლა ყველა მარიეჩინოდა. არა. გეუბნები წელიწად ნახევარში. აუცილებლად განმავლობაში. არა ნახევარში. ვინ იქნება ეგეც თქვი ბარემ რა? არა, იმას ჯერ ვერ ვხედავ, რომ დაგირეკავ, რომ დავინახავ და ერთი რამე, შენ ცხოვრებაში ერთი სურვილი ყოფილა, ერთი რაღაც, რომელიც ძალიან გინდოდა, ეხლა გინდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ შენ აუცილებლად აგიხდება ის სურვილი. ეს იქნება შენთვის მეცხრე საოცრება. მე არ ვეხო ქონდა და ეხლა მადლობა. არა საინტერესოა. მადლობ. გჯერა თუ არა სიზმრების გადაცემის ამ ნაწილში ამ თემის შესახებ საუბრობთ ეკო ფანგანთან მინდა გადავიდე ამ კითხვით. სიზმრებზე დამოკიდებული კი არა, საერთოდ არაფერზე დამოკიდებული არ ვარ მე აქედან დავიწყოთ და ვთვლი რომ არაფერზე რა ნებისმიერ რაღაცაზე დამოკიდებულება ეს იქნება აბსტრაქტული თუ არა აბსტრაქტული არ არის სწორი. სიზმრებზე დამოკიდებული რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცი როგორი სიზმრები მე სიზმრება, ფილმები, აი ჩვეულებრივად ფერადი ფილმები, შავ-თეთრი ზაფსიუჟეტიანი დრამები, სერიალი, ყველაფერი მე სიზმრება. სიზმრები ქვია მაგას. ხო, ეგ არ ვიცი, მაგრამ აი მართლა ესე მე სიზმრება, რომ ვიღვიძებ ძალიან ხშირად მქონია იმის შეგრძნება, აი ცუდი სიზმრის დროს განსაკუთრებით ცუდად ვარ. აი რამ რაღაცა პერიოდი მიმყვება ეს გრძნობა რა, იმიტომ რომ იმდენად ნერვიულობ როგორც ჩანს ძილში. რომ ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ არ მივაქციო ყურადღება, იმიტომ რომ ვიცი რომ უბრალოდ ეს არ შეიძლება, ჩვენი რელიგიაც ძალიან ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და მე ვცდილობ რომ ეს გავითვალისწინო. ვცდილობ რომ სიზმარი არ ნახო? არა, გავითვალისწინო რომ არ ავყვი ამ ჩემს ემოციებს, რაღაცა დამესიზმრა, რაც მე ვისწავლე. არაფერი, რაც გესიზმრება ის. არა, ამ ხდომი ზუსტად მაგის თქმა მინდა. ყოველთვის არა რა თქმა უნდა, მაგრამ იცით როგორი რაღაცა უკვე მე თვითონ ვიცი ვარ, მე ბოდიში ამას რომ არ მინდა, მაგრამ ამას ვამბობ ძალიან ალალად. აი ვიღაცა ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ მინახია, აი შეიძლება 15 წელი ან რაღაცა და ჩემს სიზმრების რაღაცა ერთ პატარა ნაწილში დამესიზმრა. ზუსტად ვიცი რომ დაახლოებით 4-5 დღეში იგი ასე არ იყოს, სადღაც შემხდება. მაგრამ ამასაც ვფიქრობ, რომ რაღაც თავისებური ახსნა. ამასიაზე ამიხდა ერთი სიზმარი, სხვა შორის ცუდი თან რომ გავიღვიძე რაღაცა ცოტა ვერ ვიყავი, მაგრამ არ მივაქცია რა თქმა უნდა ყურადღება, თან იმდენად რაღაცა არარეალურად მომეჩვენა, მე კი ამიხდა, მაგრამ მაინც მინდა რომ მაინც ვთვლი რომ ეს რაღაცა ზებუნებრივი ძალა არა. ქაოტური განსხვავება არის სიზმრებს შორის, აი შავ-თეთრი ფერი. განსხვავება. საინტერესო ნაშრომები აქვს სიზმართან დაკავშირებით. მე შემიძლია ისეთი ნაშრომები, ეს თავისუფლად შემიძლია რომ დავწერო ერთი კაი ნაშრომი გავაკეთო. ნუ შეედრები. არ შევედრები, უბრალოდ მივიდა ეთერული სხეულის სიზმრებამდე. უფრო შორს წავიდა იუნგი, მაგრამ ოშო რაჯნიშმა საოცრება გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რაც კი სიზმართან დაკავშირებით არსებობს, ეკუთვნის ოშო რაჯნის. საქართველოში არსებობს ძილღვიძილის ლაბორატორია. მე ვიცნობ ამ ლაბორატორიის გამგეს, ჩვენ გვისაუბრია ამაზე და სხვათა შორის იქ ცხოველებზე ატარებენ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს და მე მქონდა ერთი მასალა, რა ესიზმრება ძაღლებს, ერქვა ასეთი ასავალში დავბეჭდე. ისინი ჩვეულებრივად ჩვენსავით ხედავენ სიზმრებს. და რომ არ იყოს სიზმრის ფაზა ძილის დროს, იქ ძილის ფაზები არსებობს, ხო? პუბერტატულ ფაზას ეძახიან და სხვათა შორის ეს ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა პირველად ეს ფაზა, მაგრამ მე ისე იყო ეს რკინის ფარდა რო იყო ჩამოფარებული, ეს ინფორმაცია უცხოეთში ვერ გავიდა და ამ მეცნიერის მერე ვიღაც უცხოელმა აღარ გვარები არ ვიცი, ამ ქართველისაც კი არ მახსოვს, ბოდიშს მოგიხდით, იმან აღმოაჩინა და დღეს ითვლება მსოფლიოში გავრცელებული აზრი, რომ მას ეკუთვნის ეს აღმოჩენა და სინამდვილეში უფრო ადრე ქართველმა მეცნიერმა, აი ბოდიშს
ის ტალღა აღმოაჩინა ტალღა რომლი დროსაც სიზმარი არის ალფა ბეტა ხო არის თქვენ თუ სიზმარი არ ნახეთ შესწავლილია წახვალთ ლეთარგიულ ძილში ვერ გაიღვიძეთ ეტა მდგომარეობა სიზმრის ფაზის მერე იწყება იჯერ მსუბუქი ძილი მერე ღრმა ძილიდან თქვენ რო გამოხვიდეთ უნდა ნახოთ სიზმარი და მე სხვათა შორის ამ ქალბატონს თუ სიზმარს საერთოდ ვერ ნახულობ ხო მე მამს ნახულობ მაგრამ არ გახსოვს ღრმად გძინავს სიზმრიდან ძილიდან გამოხვიდეთ რა თქმა უნდა სიზმარი უნდა ნახო თორემ რა მოგივა ლეთარგიული ძილი ქვია მაგას და ადამიანები ზოგადად დღეს არსებობს კიდე ერთ რამეს გეტყვი არსებობს კიდე ფსიქოკოდირება რომელიც ეხლა მე შეიძლება თუ გინდათ ნუ დამიჯერებ და ეს იყოს ექსპერიმენტი მე შემიძლია თქვენ გითხრათ სიტყვა ყურში ორ ადამიანს და თქვენ ღამე ორივე ერთი და იგივე სიზმარს ნახავთ. ერთი და იგივე აი გითხარი მე და იასაბა. უნდა ეხლა უცხო. ეს გადაცემის მერე შეგიძლიათ ექსპერიმენტი. შენ გაჩუგებს ერთ ოყნას, მე მეორე ოყნას. იცი რა საინტერესოა რომ მოტანილია ფიღაცისთვის უკვე. ხო, მაგრამ იცი რა არის ეხლა ფათაშორის სიზმარს სხვა დანიშნულება შეიძლება კონდეს, არის სწავლებების სიზმრის, როცა შენ თავს პოულობ სიზმარში, ნუ აი თქვა კარლოს კასტანედა და ასე შემდეგ, იუნგი არ არის კასტანედა და ну იწყებ ტრეინინგს იმით რომ დაინახო შენი თითები, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იცნობ შენ ხელებს და მე უკვე აცნობიერებ რომ შენი შეკვეთით გადაწყვიტე სიზმარში, ანუ შენ აკონტროლ, იწყებ კონტროლს სიზმრის და არა პირიქით რომ შენ დაინახო შენი ხელები. მე უკვე იწყებ შენი თავის დანახვას და სურვილების გამოთქმას სადგინდა წახვიდა. ანუ ეს არის რაღაც საფეხურები, რომელსაც შენ გადიხარ და ნელ-ნელა აკონტროლებ. ადამიანი ატარებს სიზმარში, ანუ ძილში ნახევარ ცხოვრებას, პრინციპში შეიძლება ვცდებით ციფრში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ცხოვრების ცოტა დაკარგული დრო, ხო? ცოტა არა, ცხოვრების აქტივობის. არა, აღდგენა მე მესმის რომ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამეები ხდება. ჩვენ რომ არ ვიცინებთ. ეს ქვეცნობიერ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ძირითად ნაწილს მოსახლეობას საერთოდ არ ახსოვს თავის სიზმრები, ხო? მე სიზმრები მაგალითად მე ამ ქალბატონს შევჩივლი აი სამწუხაროდ ბოდიშვიხტი მის წინაშეც არ მახსოვს სახელი და გვარი რომ მე იცით სიზმრებს არ ვნახულობ მეთქი და საერთოდ მას სიტყვებიდან გამომდინარე თქვენ ლეთარგიულ ძილში უნდა იყოთ მაშინ რო არ ნახულობ არა მე ესე იგი ნახულობ ესე იგი მე ისე დროს ვნახულობ ამ სიზმრებს რომ მე გამოღვიძებულს აღარ მახსოვს გამორიცხულიაო მითხრა თქვენ სიზმარი არ ნახოთ იმიტომ რომ არ გაიღვიძებდითო მაგრამ არსებობს კიდე კოლექტიური სიზმრები აი ახლა რა განსხვავებაა სიზმრებს შორის ჩვენ ოშო ვახსენე წეღან და ოშო ამბობს რომ ჩვენ ადამიანები ფიზიკური სხეულის გარდა შევდგებით ენერგეტიკული სხეულიც ვართ. ანუ ეს ელექტრომაგნიტური ველი გვაკრავს, ანუ აურა ქვია და ამას სამშვიდ ველი ქვია კიდევ ჩვენი ქრისტიანული რელიგიის ენაზე. ეხლა ამ ენერგეტიკული შრეები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ სხეულის გარდა, ის პირობითად ისინი დაყოფილია შრეებად. ეს არის ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მენტალური სხეული. მიხვდით? აი შორაჟნიში უფრო მიდის ღრმად. აი როგორც თქვი, ფროიდი მივიდა ეთერული სხეულის სიზმრებამდე. ახლა როცა სხეული არის ფიზიკური სხეულის, ანუ მე გაბრაზებული ვარ, თქვენ გეჩხუბეთ, შეიძლება ღამე დამესიზმროს, კიდე უარესად გაგლანძღოს სიტყვაზე სიზმარში. ან შიერმა დავიძინო და ღამე დამესიზმროს, კაი შემწვარი დედალი და იქ რაღაცა. ეს ლოგიკური გაგრძელება. ხო, აი ჩაყოლაზე გეტყვი. ეს არის ფიზიკური სხეულის სიზმრები, რომელიც რეალურად მომხდარ ამბებთან არის დაკავშირებული დღის განმავლობაში, მაგრამ აი რაც შეეხება უკვე ამ დაჟე ოშორაჯიში მივიდა იქამდე, რომ აი ვთქვათ იგივე ჩვენი წმინდანებიც არა, ვთქვათ აი ბუდა, ისევე როგორც იყო ქრისტე, როგორც იყო მუჰამედი, ესო არისო კასმიჩისკის სნიში სტოვა წელა. ბატონო და დიახის ბატონია. ეხლა მე მაინც კვლევარი ვარ და ამ მიმართულებით მუშაობ, ჩვენ დავიწყეთ სიზმარზე, მაგრამ სიზმრის ფუძე არის ძილი. ძილი ჩემი პაციენტები ძირითადად სიზმრებით მოდიან, აი, როდესაც აგრესიული სიზმრებია და მძიმე სიზმრები, მე ეს გაივლიან გარკვეულ პროცედურას და სიზმრების უგაგდებათ. სომნოლოგია არის მიმართულება მეცნიერების, რომელიც სწავლობს ამ ძილის მომენტს და საქართველოს როგორ არის ახლა ძილი და სიზმარი. აი, რუსულად ნახეთ როგორ არის сон и сновидение. ანუ სიზმრის ნახვა ხდება, გამოტანა ხდება, თუ შეგიძლია შენ სიზმრიდან, ძილიდან გამოიტანო სიზმარი.
სიზმარს აქ აი ეს საოცარი თვისება, ეს არის ის დიდი სკივრი, სადაც ჩალაგებულია ყველა ინფორმაცია. შეიძლება ერთი რაღაცა მომენტი იყოს ჩართული, ის ჩალაგდეს. მე ახლა ხელებზე თუ გადაიტანებენ ოპერატორები თავის ყურადღებას, მე გაჩვენებ თქვათ ჩემი ინტერპრეტაციას, როგორ არის სიზმრის ვარიანტი და როგორ აღიქმება. თუ საინტერესო იქნება. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ადამიანის ფიზიკური სხეული და ეთერული სხეული, ანუ სიზმარი თქვათ, ხო? ჩვენ როდესაც ვიძინებთ ძილის დროს თვალებს ხუჭავთ და ამ დროს მელატონინი გამოიყოფა, ანუ ეს ძილს აწესრიგებს, ეს არის მაინც მეცნიერული მიდგომა და ის რაოდენობა, რაც აწესრიგებს ამ პროცესებს და თვითონ აღქმის მომენტში, ხო, აი წარმოიდგინეთ ასეა, აი აქედან გამოდის ნელ-ნელა, როგორც ნინომ თქვა, სხვადასხვა ინფორმაციის წყაროები. ანუ ერთი იღებს თქვა სმენიდან ინფორმაციას, მეორე ტაქტილურს, მესამე შეიძლება ყნოსვითი და აქედან დამომდინარე ჩვენ შეგვიძლია სიზმარი შევცვალოთ. მაგალითად თუ მუსიკას ჩავთავთ, იმის სიზმარი შეიძლება და მუსიკოთერაპიის მიმართულება. იაპონიაში სიზმარ შეუკვეთა. თუ რაღაც ყნოსვით ამბობს, საკმაოდ საინტერესო. ყნოსვას თუ შეცვლით რაღაცას და ისეთ იმებს მიიტანთ რაღაც სასიამოვნოს, იქ სხვანაირი იქნება. დაახლოებით ვიყავი 20 წლის, როცა ვნახე სიზმარში ერთი ვარჯიში, რომელიც აბსოლუტურად ხსნის სტრესს, იხსნება ყველა უჯრედი და ხედავ სიზმარს როგორ უნდა გააკეთო ეს ვარჯიში. ძალიან უბრალოდ გასაკეთებელია 3 წუთი დილით, 3 წუთი ღამე გადის პერიოდი და ვასწავლი ძალიან ბევრს და ყველა მეუბნება რომ ძალიან მაგარია, ძალიან კარგია და მინდა გითხრათ. არსებობს ასტროფიზიკოსი ლევან თოთაძე, ესეთი ადამიანი არსებობს, რომელსაც მოუყევი ეს ამბავი და გავაკეთე მასთან ეს ვარჯიში. მითხრა რომ 1 წუთით მობრძანდითო, შემიყვანა ოთახში და მაჩვენა. არის ახალი გამოგონებული რაღაც აპარატი, რომელიც აკეთებს იგივეს. ანუ არსებობს ისეთი რამე, რომელიც შეიძლება შენმა ქვეცნობიერმა, ცნობიერმა, ზეცნობიერმა სიზმარში მოგცეს ინფორმაცია, ველოსიპედის ვარიანტი. შენ გამოიგონო და მე იქ ვიღაცამ თან მე არ მინდა დავასახელო ის, სადაც ეს აპარატი გამოიგონეს და მე მინდა შემოგთავაზოთ, ეს ძალიან საინტერესო სანახავია, თუ გინდათ. კი ბატონო. ვარჯიში ოღონდ. აი ესე. ფეხები ოდნავ განზე და უფრო გასაგები რო იყოს. ეხლა ეს ისე მიჭირავს დეტალია ესე. ერთი მუხლი წინ ეს გაჭიმულია ეს ფეხი, მეორე მერე წინ, ოღონდ ხდება ტემპში, ისე რომ ლოყები უნდა მოძრაობდეს. აი თქვენ არ დამიჯერებთ, მაგრამ შეხედეთ, მე ვიცოდი რომ თქვენ ერთად დაჯდებოდით. არა, თან მოვიტანე, ხო ფერები. თან ერთად დაჯდებოდი და თან გადაცემის თავში დავიწყე. ორივე ვთხოვდებით? ჯერ შეგათხოვდი, მე ამას მივხედავ მე. მადლობა გია, ძალიან დიდი. მე მადლობა გია რომ გაგვამხიარეთ. გასწავლით მე რა უნდა გააკეთოთ. გადაცემის პირველ ნაწილში ქონდა საუბარი პარანორმალურ მოვლენებთან დაკავშირებით. თქვენ ქონდათ საშუალება რომ თვალყური გედევნებინათ. ეკა ანდრონიკაშვილთან მინდა გადავიდე. გითხვით, ეკა რამდენად ყოფილა შენს ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც ყოფილა არაზე მიწიერი ძალა, რომელიც იგივე შენ სახლში მაგალითად რაღაც ნივთების გადაადგილებით იყო დაკავებული, ამის გავსი რა მე ისტორია თუ შეგვიძლია. ყოფილა, მე მყავდა სახლში ბარაბაშკა, რომელიც შიგადაში ანთებდა მაგალითად ჯეზუეის, რომელიც იდგა გასხურაზე და არავინ არ იყო სახლში, აი ვისვენებდით აგარაგზე კიკეთში ყველანი და დედაჩემი ჩასულა და ის ცხელი დახვედრია და ყველასთან ვიწყებდით რეკვას ყოფილ ქმრებთან, აწყვოებთან და ასე შემდეგ, რომ ვინმე ხო არ იყო შემოსული და გაიცხელა წყალი, მაგრამ რატო არ დალია და წავიდა? ნუ მოკლედ ირკვევდა, რომ არავინ არ იყო შესული სახლში და იყო სასწაული. ვინდა და დაყრა ფქვილის, რომ იქნებ რაღაცა ნაფეხურები, ძაფების გაბმა, რომ თუ გაწყდა, ესე იგი მართლა რაღაცა დადის. აი საოცარება ხდებოდა ბარაბაშკაზე, რძეც კი გამიგია რომ უნდა აჭამო და მაგარაკი მაგ ტყეში, სადაც მე დარწმუნებული ვარ რომ ელფები არიან. და იყო უსიამოვნო მოვლენაც, რომ ჩდებოდა რაღაც კუთხეში დროის კონკრეტულ მომენტში, ეს ადრეულ წლებში
რაღაცა საშინელი სუნი. აი აუხსნელად საშინელი სუნი იყო. მე არსად მას მე არასდროს ესეთი რამე არ მიგწნია და ეკლესიაში წავედით, მოვიტანეთ ნაკურთხი წყალი და სულ ინტენსიურად ვაპყრობდით იმ კუთხეში და მე ეს სუნი გაქრა. ეს ძალიან ეს პარანორმალური მოვლენები, უცნაური მოვლენები თქვენ სახლში რამდენ ხანს გრძელდებოდა? ნუ ესე დრო არ იყო დათქმული რომ აი ამდენი ხანი, მაგრამ სანამ მე იმ სახლში ვცხოვრობდი, სულ ნივთები ქრებოდა, მე ჩდებოდა, მაგრამ საინტერესოა რომ ამას წინათ ერთი თვის წინ დაახლოებით დავკარგე სათვალე, რომელიც ვიყიდე ამერიკაში ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს და ძალიან გული დამწყდა და ვერაფერს ვერ მივხვდი სად წავიდა. მანქანაში, ოფისში, სახლში ყველგან ვიძრომიალე ჩავატარე დალაგებით სამუშაოები. აი, მანქანის სკამების სავარძლების ქვეშაც ვიყავი. ყველაფერი ვნახე, გავარეცხინე, დავაკრიალებინე და არ იყო. ამას წინ ჩემი შვილი მიმყავს გამოცდაზე და ბრუნდები უკან ჩემი მამიდაშვილი მიზის გვერდზე და უცებ სათვალე ჩამოვარდა მის მუხლებში. ოღონდ ნოდარ არ გატყობ ეს რო არ ყოფილიყო რომ მე გავაჩერე მანქანა ტრასაზე და ვიკითხე რომელი მხრიდან ჩამოვარდა, იმიტომ რომ არ არსებობს ადგილი საიდან წავიდა და დაბრუნდა. მე არ ვიცი ეს როგორ იხდება რომ შევით ქონდა შედებული რომ სპეციალურ სათვალეს არა არ ქონდა არა მაგაზე თუ არა მსგავსი რამე და ვისაც არჯერა ყველას ემართება წავიდა და მოვიდა. მე არ ვიცი საიდან მე არ ხსნი ამას რომ რაღაც ცუდი ძალაშვება ან კარგი. მე ვამბობ რომ ნივთები შეიძლება გაქნენ და მე გაჩნდნენ ჩემ სახლშიც, ჩემ მანქანაშიც და ჩვენს რეალობაში. ჩემ მეზობლის ბარაბაშკას უყვარდა ეკალა ძალიან, სხვათა შორის ეკალა. ქართველი ბარაბაშკა იყო. გურული ბარაბაშკა. ნუ და დაიჯერეთ. ქალბატონი ნანა, რამდენად ხშირად გქონიათ შემთხვევა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც თქვენს გარშემო ხდებოდა პარანორმალური მოვლენები და ამ ყველაფრის დაჯერება გიწევდათ? დაჯერება არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შემიძლია ეს აღვიქვა მოვლენა ზუსტად. როდესაც მართლაც პრაგმატული ხარ ადამიანი. რა თქმა უნდა ხდებოდა ნივთების გადაადგილებაც, დაკარგვაც და როდესაც ვერ პოულობდი ანიცებს, არასოდეს არ დამებრალებია ბარაბაშკისთვის, არც სიზმრიდან გამოყოლილი ამბისთვის, იმიტომ რომ სიზმრებიც უფრო ხშირად მავიწყდება, რო არ მოგატყუო. და მე მითხეს ასეთი რამ, რომ როდესაც ასე დაკარგავ ნივთს, რომელიც თქვა დიდო ამ ადგილას და მე ნუ თავს ვიკლავ და აღარ არის. ასეთი რამ მასწავლე შეიძლება გამოგადგეს თქვენც. აიღეთ თუ რაღაც პატარა თავსაკრავი ან კამრის დამატური ან კამარი და გამოავი მაგიდის ან სკამის ფეხს და უთხარი იცოდე აუცილებლად მოუჭრი ამ ფეხს თუ შენ არ მაპოვნინებ. სხვათა შორის არ მქონია არასოდეს შემთხვევა არც ერთხელ რომ აი საგულდაგულოდ ნაძენი და დაკარგული ნივთი ამ მეთოდის გამოყენების ეს ყველაფერი არის ალბათ სრულწმენა რომელსაც ჭირათ ადამიანებს. ისი ფეხი უნდა მოჭრას სკამის ან მაგიდის? ხო ეს არ მასწავლებინე. მაშინ შეიძლება სახში მთელი ავეჭი არ მასწავლე. აი მაგას ეთყობა იმ ვისაც ჯერა რომ ეხა მე ამას რომ დავაბამ აუცილებლად ვიპოვი მე ანუ ეს რაღაც კიდე რაღაც ფეფს რო გატეხავს მეფე პადარძალი აი ეს ნატეხი უნდა ამოიდოთ თავქვეშ აუცილებლად ნახავ საბედო ძალიან ბევრჯერ მთელი თბილისის თემშების ნატეხები მაქვს ჩემ ბალიშის ქვეშ და არაფერი არ აი ეხა ეს რაჭუკა გიამ ეხლა ნახავ აი შენ არის სენსორულად მზად რომ ნახოს არა როგორ არა ვერ ყველა ნახვა არა გააჩნია რომელ მხარეს ამოდო ის ნუ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს მე კიდე აი ესე ვაანალიზებდი მეგობრების სიზმრებს და ისეთ რაღაცებს გებულობდი რომ ჯობდა რომ არა თქვათ არაფერი სრულწმენები ადამიანებში ია რამდენად გაქვს მაგალითად შენ სრულწმენები როდესაც შავი კატა გადაგირბენ მაგიდის კუთხეში არასდროს არ დაჭდები მე მაგალითად როდესაც გადაცემისთვის ვემზადებოდი ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის სრულწმენა გადავიკითხე რომელიც თუნდაც ჰოლივუდის ვარსკვლავს შენს კოლეგებს ოკეანს გააჩნიეთ მაგალითად კეით ბლანშეტი ყოველთვის ატარებს თან ფილმიდან ბეჭდების ბრძანებელის ჩერჩენელ ერთ-ერთ სიმბოლოს და ფიქრობს რომ მის გარეშე ამ ყოველთვის გარეშე მისი ცხოვრება იქნება ბლანშეტი სანამ აქ ფილმს გადაიღებდა მეკითხოს გარამე დაიახლა მაგრამ ალბათ არ ქონდა ეს კრისტიან ბეილს მაგალითად ფიქრობს რომ აუცილებლად უნდა დააკაკუნოს ხეზე იმისთვის რომ ის არ გაითვალოს პარის ჰილტონი ღრმად არის დარწმუნებული იმაში რომ აუცილებლად უნდა ქონდეს თილისმა თან თორემ მისი საქმე წავა ძალიან ცუდად სელმა ჰაიკი ყველა ოთახის ღურბზე მარჯვენა ფეხით გადადის და ბავშვობიდან მიაჩნია რომ ეს არის აპრობირებული გზა წარმატებისთვის. ვუდი ალენი ხანდახან სპეციალურად
კანის უკუღმა მიმართულებით მოძრაობს იმისთვის, რომ მისი საქმეები წამოწავიდეს. მოკლედ, აი ესეთი ძალიან ბევრი ადამიანს რო ადგები მარჯვენა ფეხი დაადგი ჯერ რო გახარ ფეხსაცმელი ხამე არ გაიზოგე. ეს ხო შეჩევა სასწაული არამე სრულწმენა. კატა თუ გადაგირბენ შავი კატა ეს არის სასწაული, იმიტომ რომ გზას წმინდა და არის ძალიან კარგი. ძალიან კარგია ეს კატის გადარბენა მართლა მე. მეორე რა თქვი? დაელოდი. მაგიდის კუთხეში არა, მაგიდის კუთხეში, სხვადასხვა მაგიდის კუთხეზე უნდა გითხრათ. ადამიანი, რომელიც მაგიდის კუთხესთან ჯდება, ის თავის ცხოვრებაში მოძებნის თავის კუთხეს. ეს არის ყველაფერი ტყუილი. თქვენ უნდა დააჯდეთ. ნუ ეს მოიგონა ვიღაცა ბოროტ. საქართველოში მოსაზრება, როდესაც ჩვენ თავს ჩააგონებ რაღაცას, რომ ეს ყველაფერი აგისრულდება ან არ აგისრულდება, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი უკვე სარგებლობს პირადი ფსიქოთერაპევტის სერვისით, როდესაც მათ ყავს ადამიანი, რომელიც ეხმარება ამ ყველაფერში, გაცნობიერდეს აი ამდენ ინფორმაციაში და შემდეგ ამ ადამიანებს ამ ყველაფრის ჯერთ. მოდი, გია სურამელაშვილი და მისი პირადი ფსიქოთერაპევტი დავუპატიჟოთ სტუდიაში და ვკითხოთ რეალურად რა დახმარებას აღმოუჩენს ფსიქოთერაპევტი მას. გია, რა დახმარებას გიწევს ფსიქოთერაპევტი, რატო გჭირდება? ეს ალბათ უფრო პიროვნებაზეა დამოკიდებული. მე ძალიან ხშირად მჭირდება. აქამდე მეგონა რომ არანაირი საჭირო არ იყო ეს ყველაფერი. ეს შეიძლება ფილმებში მინახია, მაგრამ რომ მივხვდი რომ აშკარად რაღაცა სხვა ძალა მჭირდებოდა, ძალიან ვიღლებოდი, იცი, არსებობს ძალიან ბევრი რაღაცა, რასაც ქვია ელემენტარულად თვალი. მიგზნია რომ აი ძალიან კარგად გზნობ თავს, მაგრამ აი ნათქვამია რომ დედის თვალით ხანდახან შვილს შეიძლება თერაპევტი თვალს არა არიან სხვათა შორის დამჭირდა მეთქი როცა ძალიან ზედმეტად გადავიღალე და ალბათ ძალიან როგორც ჩვეულებრივად ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს მეც მივმართე გასაგებია ქალბატონ ნანა თქვენთან მინდა გადმოვიდე კითხვით რეალურად რა არის ფსიქოთერაპევტის ძალიან უცხოა დღეს საქართველოში ალბათ ერთეულების სარგებლობენ ამ სერვისით რა დახმარებას აღმოუჩენთ თუ თქვენ გიას რამდენადაც უცხოა იმდენად საჭიროა გიასთვის ასე ვთქვათ ხდება ასეთი შემთხვევები რომ გია არის ძალიან დატვირთული ძალიან ბევრი კონცერტები აქვს ძალიან ბევრი მსმენელი ყავს ანუ და ძალიან იღლება ასეთ შემთხვევაში ნამდვილად სჭირდება დახმარება მე მასთან ვსაუბრობ თუ მაგალითად მოხდა ისეთი მომენტი რომ გია ძალიან გადაიღალა შემდეგ მე მასთან შევდივარ მედიტაციებისას ხშირად დამიგვიანებია გასვლა კონცერტი დამიგვიანებია იმიტომ რომ არ ვიცი რა მჭირს მაგრამ აი ძალიან აღარ მინდა რომ გავიდე და ამ დროს უნდა გავიდე ეს ეხება სამსახურს, ეხება შინაგან ემოციურ რაღაც განწყობას, ხო? და ამ დროს ადამიანები მელოდებიან უნდა გავიდე და აი ამ დროს მე აღარ მინდა რომ გავიდე. და რა ხდება ვერ ხვდები. ანუ მე ვიხდი ერთხელ ვიყავი შეს რესტორანში დიდი ხანი არ გამოდიოდი და ეხდება ერთი რამე არსებობს მისტიური დაწესება. მე ძალიან მაინტერესებს ერთი რამე. თვალი რომელიც მოდის ამ დროს მაყურებლიდან ზოგჯერ არის ხოლმე ადამიანი რომელიც იცავს გადაუდგება ანუ ასტრალურად გადაუდგება და თავის თავზე იღებს ამ დარტყმას გეთახმები ბატონო გია ეგ არის ნამდვილად რეალობა და ჭეშმარიტება მე მაგაში თქვენ გეთახმები იმდენად რამდენადაც არსებობს ეს ყველაფერი ასეთ შემთხვევაში მე დაცვითი საფარველი ვარ გიასთვის გასაგებია მოდი მაყურებელს აუხსნათ ბუნებრივია ბევრისთვის ეს ახლა არის გაუგებელი ისინი ხედან ტელეეკრანებთან და შეიძლება ბევრი ფიქრობს რომ რა თემაზე საუბრობს საერთოდ ადამიანები ამ სტუდიაში რეალურად რაც ნიშნავს ეფარებით იცავთ ამ ადამიანს ანუ ჩემი ენერგიები უფრო მეტად მოზღვავებულია გიას ენერგიებთან შედარებით ვთქვათ ენერგია მეცლება და ვგზნობ რომ მე აი ახლა ვეღარ გავალ იმიტომ რომ არ ვიცი რა მჭირს მე თვითონ ამ დროს ვერ გზნობ რა გჭირს შენ გადაღლა ერთია რომ გადაიღალე და დაარწმუნე ემოციურად ემოციურად აგრესიული ვარ და აღარ მინდა იმიტომ რომ ხან 2 საათზე მღერი ვარ ხან ღამის 3 საათზე მღერი ვარ ერთ ადგილზე მეორე ადგილზე მესამე ადგილზე ენერგია გამოჩნდება და ნორმალურად ხარ მაგრამ აი ენერგიულად განყოლაფერში მაგრამ უნდა მღეროდე ასე ღამის 2 საათზე როცა არ გინახან და ხან
კანონი იმღერო ხო? ეს ხდება სისტემატურად და რაღაცა იფიტები, შინაგანად იფიტები და ეს არის სამსახური და მერე კიდე მეორე მხრივ არის რომ იმ 2 საათზე, ღამის 2 საათზე ჩვეულებრივად ადამიანებს ვისაც არ ძინავს, ისინი გელოდებიან. რომელიც ახლა შენ გვერდით ზის არის ადამიანი რომელიც შენ გაძლევს დამატებით ენერგიას. ნუ ის რაღაცა 10 წუთიანი, 15 წუთიანი იმიტაცია. ბატონო მედიტაციები თუ მუშაობ მედიტაციები ბატონო გიასკონდა თქვენ შეკითხვა გისმენთ ბატონო ერთი შეკითხვა ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა მინდა გითხრა ძალიან მაგარია ვერ გამოვა იმ წუთში გჭირდება ქალბატონო საქართველოს ალბათ არ არის ეს ზვირის იმ წუთში 10 წუთის განმავლობაში გჭირდება რაღაცნაირად ენერგია მოიყვება რაი ამ ენერგიას მოიყვება მე მგონია რომ ეს არის ჩვეულებრივი კაპრიზი ბოდიში ეხა პირადად კი არ გე ზოგადად მე ხო ჩემი ეს არის რაღაცა კაპრიზი რომ მინდა არ მინდა სხვა ადამიანი ენერგეტიკას მე ძალიან დიდი ენერგიის პატრონი ვარ და როცა ვისაც დაგჭირდებათ მოგზადდი ხო მაგრამ შე ღამეს 2-სა და 3-სა არის ეკა რიქ გავავდე ვერთობი რა მნიშვნელობაა ეხა ჩემს არა შენზე კი არ ვიძახი ზოგადად რა არის ძალიან ეს სამსახურს ეხება და ვის მეკაპრიზო უხჭირად აქვს ცხოვრებაში საქმე და ვისაც უფრო თქვათ რაღაცებიდან გამომდინარე აქ ანუ და არა ის რომ თქვათ შოუ ბიზნესში არა აქ რაღაც თქვათ ესეთი კაპრიზები მე მაგ საყარელთან რატომ არ აქვს ეგეთი მეგობრებთან და ახლა რასაც ეხება მე საუბრობ სამსახურზე მე ახლა ცოტა ფიზიოგნომიკასაც ვსწავლობდი თავის დროზე ყველაფერი, ანუ შეთავსებადობა პიროვნებების გარდა სულიერის არის ფიზიკური შეთავსებადობა. ქალბატონო ნანა, თქვენ პროფესიით რა ვძანდებით? მე პროფესიით მისი პარაფსიქოლოგი ვარ. ეს პროფესია არ არის. პროფესია არა, პროფესია სულ სხვა რამეა. ანუ თქვენ ახლა წარმოგიდგინეთ თავი როგორც ფსიქოთერაპევტი. მე არ წარმომიდგენია თავი ეს თქვენ. ასე გაგვაცნეს თქვენი თავი, ხო? თქვენ ასე მიიღეთ ფსიქოთერაპევტია? რატო გეუბნებით ახლა იცით? ხო. თერაპია ეს არის ის დარგი, რომელიც კლასიკურია და მე შევალე 30 წელი თერაპიიდან, ბევრი გავიარე ყველაფერი და რო დამემკვიდრებია ჩემი ადგილი ფსიქოთერაპიაში, კიდე გავიარე გამოცდა და დავიმკვიდრე. ანუ ეს ის ბარიერია, როდესაც ელემენტარული სამედიცინო განათლება მაინც უნდა გქონდეს. ეს ისე კი არ გეუბნებით მე თქვენ. ხო, მაგრამ რა მნიშვნელობაა? უნდა დამოჩემება გიასურა მაგრამ ეს არ დამთავრებია ჯერ. ხო, თუ გინდათ გავშალოთ პროცესი, ხო, თუ გინდათ ჩამჭერი მე. ეს არ არის არც ჩეხოვი და არც ამერიკული, ეს არის ქართული სოფხედველობა, ჩემი დამოკიდებულება, ხო? ნანა არის ჩემი კოლეგა, ექიმი, ისიც ჩემი ფაქიზი დამოკიდებულება ფენომენებთან მიმართებაში. მე ხო არ იცი ჯერ რა დამოკიდებულება, უბრალოდ უხსნი. ეს არის ზიარჭურჭელების კანონი თქვენ შორის შეიქმნა რაღაცა, თქვენ ახართ დონორი. ქალბატონ ნანას აქვს დიდი ენერგია და გარკვეულ მომენტში თქვენ ერთმანეთს ავსებთ. ამიტომ ის თვითონ თერაპიული ეფექტი აქ სამედიცინო ამბავი აქ არის. აქ არის ელემენტარულად თქვენი ფსიქოტიპის მოწესრიგება, თქვენი მეგობარია ნანა. შეიძლება კაციც ყოფილიყო. არა, მეგობარი ხო არ იყო აქამდე? ხო, მაგრამ გახდა მეგობარი, იმიტომ რომ მისი გავლენა თქვენ მიმართ უფრო დიდია. გამიგეთ? მაგან თქვენ, აი, ნახა, რომელსაც უნდა მოეფეროს თანდათანობით ნელა და გამოგზადოს როგორც შვილი. გამიგე, აი მისი დამოკიდებულება თქვენ მიმართ არის, როგორც აი ბაბუა და შვილის ასაკზე არ ვამბობ მე. აი ის რომ უნდა მოგეფეროს, აიღო მზრუნველობა თქვენ თავზე და ის მზრუნველობა ითქმება ეხლა როგორც თერაპია. გასაგებია. ერთგვარი რეზიუმე გვინდა გავაკეთოთ დღევანდელი გადაცემის საკმაოდ აქტუალურ თემას შევეხეთ გადაცემის პირველ ნაწილში და გადაცემის ბოლო ნაწილიც გვინდა სწორედ აი ამ თემით დავასრულოთ. ჩვენ მქონდა მამა ალექსანდრესთან მინდა გადავიდე ბოლო კითხვით გადაცემის პირველ ნაწილში რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ზებუნებრივი ძალები მოქმედებენ კონკრეტულ ადამიანებზე. მე კადრონიკაშვილიც საუბრობდა სტუდიაში უკვე ამ ნაწილის დროს მსგავსი პრობლემის შესახებ. რა შეიძლება იყოს მამაო გამოსავალი, იმიტომ რომ რეალურად აჭარაში იგივე შემთხვევა, თბილისში იგივე შემთხვევა ხდება. შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ვიღაცის ხუბრობა, არავინ არ იცის, შეიძლება იყოს ზებუნებრივი ძალის მოქმედება ან რაღაც სხვა პროცესი. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი არსებობს? იცით რა არის ახლა უსმენდი აი მეორე ნაწილში განსაკუთრებით და ხედავ რომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ ინფორმაციული ვაკუუმია ერთი რელიგიური მსოფლმხედველობის ირგვლივ. აი ჩვენ თავს ვთქვათ ქრისტიანობა შეიძლება უწოდებდეთ და ანდრო შეიძლება ვთქვათ რომ ბუდა და ქრისტე იყოს ერთ დონეზე. ჩვენ თავს შეიძლება ქრისტიანობას უწოდებდეთ და ვლაპარაკობდით რომ სახში მყავდეს კეთილი ბარაბაშკა. ჩვენ თავს ქრისტიანებს უწოდებდეთ და რაღაც სხვა პარაფსიქოლოგი მოვიყვანოთ ენერგეტიკით მე დამუხტოს და მე დავმუხტო ის. ანუ ეს სრულიად
ეს სრულიად გარე არა რელიგიური აზროვნება. ეს არის დეგრადირებული უკაცრავად გამოთქმაზე რელიგიური აზროვნება, როცა ადამიანები აი ესეთ სრულწმენებზე აგებენ თავის ცხოვრებას, რაც აუცილებლად დასრულდება წარუმატებლობით. ეს არ იქნება წარუმატებლობა არაპროფესიულზე ალაპარაკი, არამედ წაროსულიერი ცხოვრების წარუმატებლობით. როცა მიენდობი შენ საკუთარ თავს, საკუთარ სიზმრებს, ხილვებს თუ პარაფსიქოლოგს და იწყებ ამით ცხოვრებას და შენ ახდენ ცლიანად შემოყავს ეს გაურკვეველი ძალები, თუმცა ეკლესიურად ძალიან გარკვეულია, მაგრამ გაურკვეველი ძალები შემოყავს შენ ცხოვრებაში და მათ ზემოქმედების ქვეშ შენ მოქმედებ, რასაკვირველია ეს ყველაფერი დამთავრდება. ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ ჩვენი საერთო დრო ამოიწურეთ, ყველანაირ საერთო დროს გადავაცილეთ. ძალიან დიდი დაიჯერეთ, გინდა არა მე ორჯერ მომიღუტუნა რაღაცა მაგ ოღონდ მთელი სერიოზულობით. ეხლა ძალიან დიდი მადლობა, ვინც დღევანდელი დღე ჩვენთან ერთად გაატარა. ვისაუბრეთ თემის შესახებ, რომელიც ბევრისთვის იქნება დაუჯერებელი. შეიძლება საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაიჯერეს, უბრალოდ ჩვენ გეტყვით გადაცემის ბოლოს. ჩვენ დღეს საუბრობთ და დავსვით კითხვა, მითები თუ რეალობა, ბოლოს კი გეტყვით, გინ დაიჯერეთ, გინ არა. ეს იყო ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსი, ერთმანეთს შევხვდებით. ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთი ცხელი თემით, მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად.